მოგესალმებით ყველას. ეხურაზე ვარ გამოსული სათევზაო, მდინარეზე დღეს. ფიდერები მაქვს წამოღებული 2 ცალი, სკერული მონტაჟებით თევზაობ. წვერაზე მინდა რომ ვითევზაო. სკერულით წელს მეორეჯერ ვარ რომ გამოვდივარ, ერთხელ ვიყავი, ვერაფერს ვერ დავიჭირე და მე დავანებე თავი. ტივტივით დავდიოდი, უფრო ისიც როგორც მქონდა, დროის პრობლემის გამო ვერ გამოვდივარ თელი დღით და ახლა წამოვედი დღეს. წყალი ცოტა ამღრეულია. აწინარია გუშინდელი. 2 ფიდერი მაქვს წამოღებული და 1 პიკერი. სათხო არა, მწვანეჭია მაქვს გაკეთებული 3 ვიზი. ასეთ ადგილი შევარჩიე. იქით მერე ჭკერია და წყალი გადადის. სადაც წყალი გადადის, იმის აქეთ სადღაც 5-10 მეტრის რადიუსში თევზაობს სადღაც იქ, ასეთ ადგილებში. ვერას უყვარს ასეთი ადგილები, სადაც უფრო პატარა წყალია და მერე გადადის. დიდიდან შემეძლო აქეთაც დამდგარ ვიყავი, მაგრამ აქეთ არ დავდექი. უფრო ხმა წყალია და ვერა მე მგონია რომ აქეთ იქნება უფრო. მონტაჟი ასეთი გვაქვს, უბრალოდ ძალიან სიმძიმე აკეთებულია. და სადავე და 2 ნემსკავი. 10 ნომერი ნემსკავები მაქვს გაკეთებული 2 ცალი. Inline მონტაჟით არის რა. მწვანეჭიას ვკეთებთ. მეორე ანკესაც იგივე მონტაჟი მაქვს. სიმძიმე ასე სრიალობს. რეზინის სტოპი. ასეთი ვერტლიოგი და სადავე სადღაც 40 სანტიმეტრი, შეიძლება 50-იც არის. 1 ნემსკავი 10 ნომერი. მწვანეჭია. დამხმარე წყავს ამოყვანილი ბავშვი. ამოვიდა მაინც ათევზაოთ. დავე ატრიალე. ოჩაღლანა სათევზია დაიკავე ასეთი თევზია რაღაც ქაშაპს გავს, მაგრამ ეს ქაშაპი არა, პირი აქვს უფრო პატარა. ტობია, მე მგონია ტობია, გვერდზე აქვს ზოლი. ტობია კარგი ზომის. ოჩაღლანა შენ პატარა ანკესით დაიჭირა პიკერით. მოიყვანე, თაკით მომეცი. წვერა დაჯდა. ასეთი ზომის. აი წვერა. ოჩაღლანა. ოჩაღ, იტანე. კიდევ ერთი წვერა დაიჭირა ლანამ. ოჩაღლანა შენ.
ასეთი. ორი ფიდერი მაქვს წამოღებული 100 გრამამდე ტესტით, 120 გრამამდე ტესტით ეს დაივა ეს ლაგმანი. კოჭა 6000-იანია, აქ 4000-იანი აყენია. ზუა აყენია 0.28 მმ. აქ პიკერზე კიდე ეს ბავშვისთვის გამოვეკე პიკერი. პიკერზეც 4000-იანი კოჭა აყენია. ზუა 0.28 ნანოტექნიუმი და მონტაჟი ჩვეულებრივი. ეს პიკერი შიმანოს ფირმისაა. 2.70 აქვს სიგრძე. ძალიან მობიარე და დელიკატური პიკერია. ოდნავ შეხებაც კი ჩანს. თევზის. კიდე დაიწყო რაღაც არ მიშვევს ბავშვი ანკესთან სულ ეს მირბის პირველი. და რა არის? იქით ამოვაგდებით. ხო, მეთქე. კაინე. კიდევ ერთი წერა დაჯდა. ასეთი ზომები ჯდებიან დღეს სტანდარტები. აი წერა. ხა? გაჩნდა კიდე. O, es caído mesa. Kaşapida da. Yazık. Caído mesa. ესეთი კაშაპი. პატარა ხაშაპი დაჯდა. მას გავუშვებთ. მამანა, გავუშვი. გავუშვით. ორი ერთადაა წვერა, დიდი და პატარა. პატარას გავუშვებთ. ეს დავტოვებთ. გავუშვი.
ასეთი. არის კიდე ო ეს უკვე კარგი ზომის წვერაა. ასეთი. ასეთი წვერა დაჭდა. ჩავაჯინოთ. ერთი წვერა დაიჭირა ლანამ. და კიდე ერთი. ახლა გადავაგდი ამ წუთას. ერთი წუთის არ გასულა. თუ წვერა არის ის ეგრევე ჯდება რა. კაი ზომის წვერა დაჭდა. ასეთი. ნახევარჭიას უკეთებ. თორე ჭიები პრობლემაა მოძებნა. ჭიების. Diverti. Diverti წვერა დაჭდა. ერთი წვერა იყო, მეორე ტობი. პატარა წვერა ეგერზის. ის გასაშვებია. მოყავს. კიდე ამოიღე პატარა იქნება. დაატრია. მეგონია ათი ამოწისე. მანცი. აი. კიდე ერთი წვერა. ასეთი ზომის. ახლა გაჭერდა ახლა თევზი, წვრილი თევზი წამოვიდა და შუა დღეა უკვე, სადღაც 3 საათია და უკვე ალბათ დავამთავრებ თევზაობას, ახლა გაჩვენებ რა გვაქვს დაჭერილი. ასეთი თევზებია დღეს. წვერები ერთი კასატია და ნაცემი წვერაა და ერთი ცალი კიდე არის ტობი.
ამეთი დღეს ალბათ დავამთავრებ თევზაობას. დაცხა უკვე სადღაც 3 საათია. 9 საათზე მოვედით დილას. დილიდან მოდიოდა თევზი. მერე უკვე 12-ის მერე ნაკლებად. ახლა სულ გაჩერდა, რა ვიცი, პატარა თევზები მოდის და თან დაცხა და ალბათ წავალ სახლისკენ. ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მომავალ თევზაობამდე.